დასავლეთ საქართველოში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. აქტიურად იწმინდება შიდა სასოფლო გზები. მეორე დღეა გურიაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. მოსახლეობას ამარაგებენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭირო პროდუქტებით. გურიიდან ბოლო ცნობებს ჩემი კოლეგა გიორგი აბაზაძე გაგვაცნობს. უკვე რამდენიმე საათია მძიმე ტექნიკა მუშაობს სურების თემში შედის რამდენიმე სოფელი და სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დრომდე სწორედ სურები რჩებოდა კრიტიკულ ზონად. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის მაღალი საფარის გამო აქ იყო შეზღუდული მოქალაქეების გადაადგილება, თუმცა მათთან იყო უწყვეტი კომუნიკაცია. დღეს მაგალითად ერთ-ერთი მოქალაქე სურებიდან სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს. აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების წმენდა. ენერგოპრო და სოკარის სამსახურები მუშაობენ ინტენსიურად, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში სრულად იქნას აღმოფხვრილი ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემები. ერთ-ერთ რთულ ლოკაციას წარმოადგენდა სოფელ სურებისკენ მიმავალი გზა და უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს ამ გზის გაწმენდითი სამუშაოები. სოფელ სურებს სრულად აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება და მათ სპეციალური საშუალებებით, თოლმავალი საშუალებებით და სპეციალური ტექნიკით მიეწოდებოდათ საკვები პროდუქტები, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდათ. და უკვე რამოდენიმე დღეში სურებისკენ მიმავალი გზა იქნება სრულად გავლადი და გაწმენდილი. გურიაში გზების დიდი ნაწილი არის გახსნილი, გამოწვევად რჩება რთულ რელიეფზე განლაგებული სოფლები. ბოლო ინფორმაციით რეგიონში ელექტროენერგია არ მიეწოდება 700-მდე აბონენტს, კვირის დასაწყისში კი ეს რიცხვი იყო 35,000-ზე მეტი. გასულ დღეებში რამდენიმე დღიანმა გადაუღებელმა თოვამ გურიასა და აჭარასთან ერთად პრობლემები სრულად შექმნა დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოს სტიქიას ებრძვის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება მაღალმთიან რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ისევ აჭარა და გურია. ქობულეთსა და ხელვაჩაურში გახსნილია ყველა ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმავალი გზა. იწმინდება შიდა სასოფლო გზები. დასკვნით ეტაპზეა გზის გაწმენდითი სამუშაოები მაღალმთიანი აჭარის სოფლებშიც. თოვლის საფარი არის მაღალი, შუქი გვაქვს. წყალი ელექტროენერგია მოგეწოდება. გზები ახლა ტრაქტორები წმინდავს. პრობლემა არ არის. აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები. ამ ეტაპზე როგორც ცენტრალური, ასე ადგილობრივ დონეზე ძირითად მიმართულებზე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოებით მობილიზებული ადამიანური რესურსი, წარმომადგენლები, დეპუტატები, რომლებმაც გაუწიეს სათანადო დახმარებები საჭიროებისამებრ, მათ შორის მედიკამენტებითაც, სასურსათო პროდუქტებით. მოხდა აღნიშნული მოქალაქეების უმართველ საფუძველზე, ასევე საცხოვრებელი სახლების გადმოთავაც. ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება შეუზღუდავად. მეორე დღეა გურიაში სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. იქ სადაც მაღალია თოვლის საფარი, ჰუმანიტარული ტვირთი მაღალი გამავლობის მანქანით მიაქვთ. სატყეო სააგენტომ მოსახლეობისთვის საშეშე მასალა გამოყო. არაფერი პრობლემა ამაში ვიქნა თულმა რომ ვერ გავდივართ ეზოიდან. საჭმელი მაქვს, სასმელი მაქვს, ჯანმრთელობა მაქვს. დენი გააქვს? დენი მაქვს, გაზი გაქვს, გუში რაც გატეხილა და დღეს მოვა. ყურადღება არ მივკლებია. იარება ყველა დღე ტრაქტორი. და მოძრაობენ. დენი გვაქვს, მაგრამ გაზი რაც შეფერხება, ჩაიშბანში მოხდაო ახლა მაშინ ავარიაო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარებული მოსახლეობას შეშით ამარაგებს. ეროვნული სატყეოს სააგენტოს ინიციატივით სულ ჯამში 1200 კუბური მეტრი სათბობი მერქანი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რესურსი გადანაწილდება გურიის რეგიონის საქმიან ეზოებში, საიდანაც სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მომარაგდება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია. ამ დრომდე იწმინდება მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი გზა. შეუფერხებლად გადაადგილდება სასწრაფო დახმარების მანქანები. მოსახლეობას მიეწოდება კომუნალური სერვისები. 5 დღე თოვდა განუწყვეტლივ. მეტრო 80 დავაფიქსირე მე თავად. პირველად თოლმავალმა გაიარა, პატარა შუქებში შევიდა, მოხუცებთან მივიდნენ, ავამტყოფებთან მივიდნენ. მეტრე ნახევარი იქნებოდა თოვლის საფარი. პირველი დღედვიანვე იყო გაწმენდები, ტრაქტორი მუშაობდა, შუქი გონდა,
და გაზი ქონდა სოფელია ხან. და ყველა სოფელში გაწმენდილი ჯგუფები ახალგაზრდები დადიან და არიგებენ პროდუქტებს. და წამას. უმაღლეს დონეზე იყო ყურადღება. გურის სამივე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჩოხატაურში შემოვიდა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა. ტვირთის გადაცემის პროცესში ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოხალისეები, სურსათის ეროვნული სააგენტო და სპეციალური სამსახურები, ასევე თავდაცვის ძალები. ყველა სოფელში შექმნილია მიკროშტაბები, საიდანაც განაწილდება აღნიშნული ტვირთი და დაურიგდება დაზარალებულ მოსახლეობას. ელექტროენერგია აღდგენილია მთლიანად ჩოხატაურში, მათ შორის სურებში და ყველა ოჯახს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. გურიის რეგიონში მეხანძრე მაშველებმა პოლიციელებთან ერთად კიდევ რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ხანდაზმულები და მცირეწლოვნები უსაფრთხო გარემოში გადაიყვანეს. ასევე აქტიურ რეჟიმში გრძელდება მოსახლეობის საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით მომარაგება. 3000 ცალი სასურსათო კალათა დარიგდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. აქ მთავარი საავტომობილო გზების დიდი ნაწილი თოვლისგან გაწმენდილია. რაც შეეხება კომუნალურ სერვისებს, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა და აბონენტების ჩართვა სწრაფი ტემპით ხორციელდება, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგენილია. ამ ხელა თოვლი არ მახსოვს, ნამდვილად ვერ იტყვი ჩვენი სოფლის მაცხოვრებელი ვერცეთი. გაზი პერიოდულად საერთოდ 1 წუთითაც არ გაგწყვეტია. შუქი პერიოდულად ითიშებოდა, მაგრამ ის პრობლემა არ ქონია, რომ მაგალითად ტელეფონი ვერ დაგვეტენა ან არავე, პერიოდულად მოდიოდა ყოველთვის. არც ამის პრობლემა ქონია. სოფელ მთისპირში აქტიურად მიმდინარეობს იმ საკვები პროდუქტის დარიგება, რომელიც ხელისუფლებამ მოგვაწოდა. მაქსიმალურად ვიცდებით, არც ერთი ოჯახი არ დარჩეს უყურადღებად. სამტრედიის მუნიციპალიტეტში პრობლემური ზონების უმეტესობა უკვე გაწმენდილია. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო ბუნებრივი აირის მაგისტრალზე ლოკალური დაზიანების აღმოფხვრა გრძელდება. გამიწიეს დახმარება, მომიკითხენ ამბავი როგორ ვიყავი, რა მიჭირდა, შემეკითხენ თუ რამეს ვითხოვდი კიდევ წამალს ან რამეს და დიდი მადლობელი ვარ ასეთი ყურადღებისთვის. ჩართულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ძალები, ასევე მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფი. ელექტროენერგია თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება უკვე ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს გაზის მაგისტრალზე დაზიანებების აღმოფხვის სამუშაოები. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ცანაში ადგილობრივ მაცხოვრებელთან რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად სამაშველო ჯგუფებმა ასვლა და მისი მონახულება შეძლეს. რამდენიმე დღის მანძილზე ვერ ხერხდებოდა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია, რის გამოც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სამაშველო ჯგუფების მიერ განხორციელდა ძებნა-შველის ოპერაცია, რაჭის დაცული ტერიტორიების სპეცტექნიკის გამოყენებით. მადლობა ყურადღებისათვის. დახმარება ვთხოვეთ გუბერნატორს, მადლიერება მინდა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ, ყოველი ზარისთვის, ყოველი თანადგომისთვის, დახმარებისთვის. მეხანძრე მაშველებმა გაიარეს 14 კილომეტრი ფეხით, რომლის გავლასაც დაჭირდნენ დაახლოებით 10 საათი და მისულებს ადგილზე დავთათ ძალიან კარგი სიტუაცია. აღნიშნული პიროვნება ჯანმრთელი და ცოცხალი და უნებელი იყო. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დასრულდა. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები სრულად ჩატარებულია სოფლების ცენტრალურ, ასევე ძირითად საუბნო გზებზე და გადაადგილება მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა სოფელში შეუფერხებლად ხორციელდება. ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის 68 სოფელს სრულად მიეწოდება. მოსულმა უხმა ნალექმა თოვლის სახით პრობლემები შექმნა ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ასევე გათიშული იყო 16 სოფელი, არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მობილიზებული იქნა ჩვენთხელ ასებული ყველა მძიმე ტექნიკა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკოორდინაციო შტაბი მართავს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად პროცესში ჩართულია თავდაცვისა და საპოლიციო ძალები.